საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აგვისტოს ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით საგურამოში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულა. დავით ბაქრაძე მი-36 ოჯახის წევრს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილებად იქცნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. ბაქრაძე ჭოვეჯიების ოჯახში იქნევდა და გასული მძიმე დღეები მათთან ერთად გაიხსენა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იძულებითად გადაადგილებულ პირებთან დევნილთა მინისტრიც მივიდა. ყოველთვის ყველა მოლაპარაკებაზე, ყველა პოლიტიკური პროცესის დროს დევნილთა უფლებების დაცვა უნდა იყოს ქართული პოლიტიკის, საქართველოს დიპლომატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი და გვაკუთხედი. აუცილებელია ამ ადამიანების დახმარება, აუცილებელია მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, რასაც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, მაგრამ მთავარი, რაც ამ ადამიანებს სჭირდებათ, არის მათი ძირითადი უფლების აღდგენა. ეს არის სახლებში დაბრუნების უფლების აღდგენა და ეს უფლება აუცილებლად აღდგება მას შემდეგ, რაც დასრულდება საქართველოს ოკუპაცია. მოახერხეთ, რომ ზამთრის პირას კაროებიდან ხალხი გამოვიყვანეთ და ესეც საცხოვრებელ პირობებში შევასახლეთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს მომავალში აღარ იყვნენ დამოკიდებული ან მთავრობის დახმარებაზე, ან რომელიმე დონორი ორგანიზაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებაზე და დამოუკიდებლები იყვნენ, თვითონ კონდეთ თავიანთი შემოსავალი. ძნელად მოსაგონებელია ის დღე, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების აქტიურმა დახმარებამ გადაგვატაინა. დღესდღეობით ყველაფერი გვაქვს ნორმალურად. მაგრამ მაინც გვენატრება ჩვენი ადგილი, ჩვენი ხელისუფლების იმედი გვაქვს და თემადელი პოლიტიკური კურსის მიხედვით იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით.